მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მთავრობის გარდა ყველაფერია და ამ ყველაფრის აქტიურად გაცხადებაც დაიწყეს. მე და ჩემი ოჯახის წევრებიც და ჩემი მეგობრებიც და ყველა ვისაც ვიცნობ და სწორ გზაზეა, ვიბრძოდით ამ ყველაფრის წინააღმდეგ რუსთაველზე და ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, ეს ყველა ძალიან კარგად იცის. და მე ჩვენ სტუდენტურ მოძრაობას გაგვიჩნდა პროტესტის შეგრძნება ჩვენს ადმინისტრაციასთან. როცა უკვე ან რო დაიჭირეს, ჩვენ გაგვიჩნდა ის, რომ ამ უნივერსიტეტმა უნდა გააკეთოს განცხადება და უნდა იყოს სოლიდარული. მაშინ მაინც როცა მისი ყოფილი სტუდენტი არის დღეს ციხეში და უკანონოდ დაკავებული. აქედან უკვე დაიწყო ყველაფერი, ყველა პრობლემა უნივერსიტეტთან, რექტორთან და რა თქმა უნდა ამ სოლიდარობაზე მივიღეთ უარი და საბოლოო ჯამში ეს გახდა იმის მიზეზი და ამან ძალიან დიდი მუხტი და ბიძგი მოგვცა, რომ ჩვენი სტუდენტური პროტესტი უნდა გამხდარიყო უფრო მძაფრი, ვიდრე იყო მანამდე და ჩვენ როგორც სტუდენტებს ისე უნდა გაგვეჟღერებინა ჩვენი აზრი და არა როგორც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ სტუდენტების არის დღევანდელ დღეს მომავალი ამ ქვეყნის და ეს დაწესებულება ვალდებულია შეასრულოს სტუდენტების მოთხოვნები და ზუსტად ისე წარმართოს თავისი კურსი, როგორც მის სტუდენტებს უნდა. პირველ დღეს, როცა შევხვდით გიორგი შაულტაშვილს, მაშინ უბრალოდ პირობა იყო, რომ დაეწერა პოსტი და გვითხრა, რომ რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო თვითონ ვერ დაწერდა ამ პოსტს. მერე იყო კრება, სადაც საბჭო უბრალოდ, სადაც შევიდა 3 სტუდენტი, იქ რაღაც თითქოს შეთანხმება მოხდა, რომ დაწერდნენ პოსტს. ამის მერე ჩვენ დავთანხმდით მაგ პოსტის დაწერას, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ეს პოსტი საერთოდ არ ეხმიანებოდა იმას, რაც იყო პირობის ნაწილი. ამის შემდეგ, როცა მოვითხოვეთ ხელახალი შეხვედრა, თავიდან არ გვხვდებოდა რექტორი, დილის 6 საათზე დაახლოებით მოვიდა სალაპარაკოდ და ვინც გარეთ იყო, იმ ბავშვებს არ უშავდა. გავსი რაღაც შემდეგ ბევრჯერ მოხდა და ბევრჯერ იყო ის შემთხვევა, რომ ან შემოსვლის პრობლემა გქონდა, როგორ დავრჩებოდით, რამდენი ადამიანი და ასე შემდეგ. თუმცა რაღაცნაირად ეგ ყველაფერი უკვე გადავაგორეთ. ეხლა იმ რაოდენობით ვიკავებთ უნივერსიტეტს, რა რაოდენობითაც სურვილი გვაქვს და უბრალოდ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ახალი პროტესტის სახით უნდა შეიძინოს ამ ყველაფერმა. პირველი დღე იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ არ გვქონდა არც პლედი, არც გასათბობი რაიმე საშუალება. მერე პლედები შემოვიტანეთ, პლედებზე რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არავის არ გაუწევია, მაგრამ როგორც კი მოვითხოვეთ უნივერსიტეტისგან ეგრეთ წოდებული პლიტა, რომელიც ვიცოდით, რომ ჰქონდათ ადმინისტრაციას, ამაზე მივიღეთ უარი და მივხვდით და ვიცოდით, რომ არც შემოგვატანინებდნენ ჩვენს გამათბობლებს და პიცის ყუთებში დავმალეთ. ანუ პიცის ყუთებთან ერთად შემოვიტანეთ ის ყუთი ისე, რომ ვერ მიხვდნენ რა იდო იმ ყუთში და ჩვენი გამათბობლები ესე შემოვიტანეთ. მე აქტიურად წავიდა უკვე ბანერებზე მუშაობა. ჩვენ მივხვდით, რომ უნივერსიტეტის ფასადზე აბსოლუტურად ყოველთვის უნდა ყოფილიყო ბანერი, რომელიც ჩვენ სათქმელს იტყოდა. რა თქმა უნდა, სხვა აქტებთან ერთად გავაკეთებდით ამას და როდესაც ბანერი ჩამოვკიდეთ და რამდენიმე ბანერი გქონდა არაერთი, ბანერები ჩამოგვიხსნა ცვილსერვის ჯგუფმა, რომ ვითომ განათებას დააზიანებდა თუ დენი გადავიდოდა ამ ბანერზე და საფრთხის შემცველი იყო. ერთი წამის რა მანქანაა, როდის მოაყენეს? ეს ხო, გამოგან, ქოიჩამოდი ხო.
მერე უკვე როდესაც საღამოს 72 საათიანი ცვლით იყვნენ ბავშვები შიგნით და საჭმელი უნდა შევგაწოდებინა, გითხრეს რომ საჭმელს არ შემოგაწოდებინებთ, იმიტომ რომ რა გეგონათ ზემოთ რომ დარბოდით და ბანანებს კიდებდითო და საჭმლის შეტანაზეც მოგვიწია ბრძოლა. რომ მთელი გამიზაფხვალდერა შემოიტანა, იმას შემოიტანა. რას ნიშნავს? აი, ეგეთი ისა. კარები შემოიტანა, რომელი კარებია? როგორ ნიშნავს? ქრიჩოზე თუ საჭმელი ბოდიში. იქიდან რაც არის კედელთან? ანუ საჭმლის გარეშე გვტოვებთ მთელი ღამე? ისე და ზევითო დარბი ხარ, აი მაგას. ზევითო დარბი ვარ. გულით ვისურვებდი, რომ ყველა ერთ მხარეს ვიყოთ და ყველა ადამიანში ეხვიძოს ბრძოლის ინსტინქტს ახლა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მართლა, როცა უკვე ადამიანის სიცოცხლე დგას დღეს ქვეყანაში საფრთხის წინაშე და საერთოდ სახელმწიფოა ჩვენი ისე დაუდევრად მოწყობილი, რომ ყოველ დღე ადამიანის სახლიდან რომ გამოდიხარ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ შენ სიცოცხლე საფრთხე შეექმნას, გუშინ თუნდაც რაც რიყის პარკში მოხდა. სახელმწიფო შეიძლება არც ერქვას იმას, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ და მე ძალიან მინდა რომ ყველა ახალგაზრდა ადამიანის გულში ენთოს ის ცეცხლი და ის სინათლე, რაც გააღვიძებს იმ სურვილს, რომ სახელმწიფო ავაშენოთ ჩვენ და არა, რა ვიცი, ჩალით გადახურული ქვეყანა და სხვა მხრივ ლექტორებიც რა თქმა უნდა სწორ გზაზე დგანან იმ გაგებით, რომ რუსთაველზე იბრძვიან, თუმცა კიდევ ერთხელ ვეჩეხებით ყოველთვის იმ პრობლემას, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან გაჟღერებული ხმა, რამაც ძალიან ბევრ პროცესს უნივერსიტეტში შიგნით ხელი შეუშალა, ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს და ბევრ ადამიანს ხელს უშლის. მე-15 ორგანიზმი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსგავსი პერფორმანსი გქონდა, რას ნიშნავს, რას განიცდის ადამიანის სხეულის შიმშილის დროს. და რაღაცნაირად გვინდოდა, რომ ადამიანებს გაეცნობიერებინათ, რომ შიმშილობა ამ ქვეყანაში რაღაცნაირად მიღებულია ისე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამას ჩვეულებრივად ვუყურებთ. და სინამდვილეში, რასაც ჩვენი სხეული გადის შიმშილის დროს, საკმაოდ რთულ შედეგამდე მიყავხარ ამ ყველაფერს. და გვინდა, რომ რაღაცნაირად ეს გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ზია ეხლა გახდა ის ხმა, რაც უნდა ისმოდეს ყველგან. ყველანაირი გზით უნდა ვიბრძოლოთ, აი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატიმრები გამოვიყვანოთ ციხიდან, მზიამაღლობელი იყოს კარგად და თემურ ქათამაძე ასევე და სასწრაფოდ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მეშინია პირადად მე იმის, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. მე მახსოვს პირველი ჩემი აქცია იყო 19 წლის როცა ვიყავი 20 ივნისის აქციები და მაშინ მაქედან მოყოლებული ყოველთვის დამყვებოდა ის განცდა, რომ აი აქციებმა ჩაიარა და ეხლა რა, ანუ რამე იცვლება და ყოველ ჯერზე ხვდებოდი, რომ არაფერი არ იცვლება გარდა იმისა, რომ უფრო უარესდება. ბოლო ეს აქციები როცა დაიწყო, ეს იყო რაღაცნაირი ბოლო წერტილი და მგონია, რომ ეროვნულობას იმდენად მკაფიოდ შეეხო ეს ყველაფერი და გეხება შენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. აი მანდ უკვე გახდა ეს ყველაფერი ის, რომ ადამიანმა თავისით გადაწყვიტა, რომ ეხლა მე საჭიროა რომ გარეთ ვიყო. ჩემთვისაც ესე იყო, უბრალოდ მახსოვს ეგ დღე მე და ჩემი და მივედით სახლში, მე მოვდიოდი რეპეტიციიდან, ის ლექციიდან, თითქმის არ ვიცოდით რა ხდებოდა. ტელევიზორი ჩავრთეთ, კობახის განცხადება ვნახეთ მანამდე, ტელევიზორი ჩავრთეთ და ვუყურებთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია გარეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და წავედით. აი მაგ დღიდან უბრალოდ ეს ყველაფერი დაიწყო და დაიწყო. ჩემი მშობლები ძალიან ღელავდნენ მაშინაც, როცა რუსთაველზე ვაპროტესტებდით და ეხლაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თითქმის სახლში არ ვარ და თითქმის ვერ მხედავენ და ძალიან ნერვიულობენ იმაზე, რომ ჩვენ რეალურად ადამიანური რესურსი, ჩვენი ახალგაზრდული ძალა და ენერგია რაც გვაქვს, იხარჯება ისევ და ისევ იმაში, რაშიც თაობებმა დახარჯეს ეს რესურსი. მაგრამ ჩემ მშობლებს მიაჩნიათ და ალბათ ყველა ჩემი მეგობრის მშობლებს, რომ მომავალი ვისიც არის, იმან უნდა განსაზღვროს, როგორი უნდა რომ ეს მომავალი იყოს. თავარი ორი მოთხოვნა ახლა რაც არის, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
ეს არის ის უმთავრესი მიზანი, რაც დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, არის მესამე, რო გადადგეს გიორგი შაუტაშვილი, თუმცა მგონია, რომ ეგ რაღაცნაირად ამ პროცესებს მოყვება. ახლა სანამ ამდენი უკანონოდ დაპატიმრებული პატიმარი ყავს და ამდენი ადამიანი შიმშილობს და მათ სიცოცხლეს ექნება საფრთხე, მანამდე უბრალოდ არავის არ გვაქვს იმის უფლება, რომ ვიფიქროთ, მე დღეს ლექციაზე შევალ თუ არ შევალ, გამოცდაზე გავალ თუ არ გავალ. მე იმ ქვეყანაში ვერ ვიფიქრებ საკუთარი თავის განვითარებაზე, სადაც ადამიანებს აწამებენ. ევროპული მომავალი ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს აწმყოში ნახა ამ ქვეყანამ რუსეთი რაც არის და მით უმეტეს მაგის გამო არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ და მაგის გამო არ აქვს არც ერთ საქართველოს მოქალაქეს იმის უფლება, რომ თანახმა იყოს რუსული რეჟიმის და თანახმა იყოს იმაზე, რომ რუსული მთავრობა ყავდეს, როცა თითოეული ადამიანის მეზობელს ან ნაცნობს თავის ტყავზე აქვს გამოვლილი რა არის რუსეთი და რა შეუძლია რომ მოიტანოს რუსეთს და რამდენი შეუძლია რომ წაგართვას და რამდენი წაგვართვა. ამის შემდეგ მე უბრალოდ ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ვინმე დაუშვას და რაიმე სახით მიაჩნდეს რომ რუსეთისკენ სვლა არის სწორი. ჩემთვის ეს ორი არჩევანი დგას. ან უნდა გეშინოდეს, ან არ უნდა გეშინოდეს და ნამდვილად ცხოვრობ და ისეთ ქვეყანაში, სადაც არის გეშინია, შენს განვითარებაზეც ფიქრობ და თუნდაც სადაც სწავლობ იმ უნივერსიტეტის იმედი გაქვს, რომ დაგიცავს. აი ორი გამოცდები ადამიანები ერთად ორი ერთად საქართველოს მიყვარხარ შენ მიყვარხარ რომ მიყურებ მან გამოდი თორემ მიყვარხარ დამთავრება ამას უკეთებს თავრობა ეს ვერ არის კარგად ვერ არის